რუსთაველი ტრადიცია, რომელიც არის აი ამ გეოკულტურული სინცეების ერთობა, მინდება რუსთაველის მემკვიდრეობაში, ზუსტად იმ გამზირზე, სადაც ვდავართ. არქიტექტურულად სულ სხვადასხვა ელფებია რუსთაველის გამზირის ერთ მხარეს, რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს. იქითა ნაწილი არის უფრო ევროპული არქიტექტურა, აქეთა ნაწილში მეტია ორიენტალური, აღმოსავლური დეტალები. და გამზირი კი, როგორც რუსთაველი, არის ქართული მოვლენა, რომელიც აი ამ ორი ოიკუმენეს შორის დგას. აერთებს მათ სრულიად ორიგინალურად. ეს სხვათა შორის ენათმეცნიერებაშიც არის ძალიან საინტერესო ფაქტი. ფილოსოფიურად აღმოსავლეთი არის მოქმედება. აღმოსავლეთში უპირატესობა მოქმედებას ეძლევა. ანუ შენ გააკეთე რომ ისწავლო, ანუ კეთებით სწავლო, ხო? მაშინ როდესაც მასალური ცივილიზაციის პრიმატი არის იდეაში. ანუ და შეისწავლო ჯერ რომ მერე გააკეთო, ხო, იდეა, რაციონალიზმის სქემები და სისტემები და ასე შემდეგ. და საქართველო ამ შემთხვევაში ქართული ენა, რომლის უმთავრესი სიძლიერე არის ზმნაში, ეს ზმნა უძველესი დროიდან, ხო, ლინგვისტურად სქემებში ადასტურებს იმას, რომ საქართველო არ არის ან აზრის მხარეს, ან მოქმედების მხარეს, ან ცალ-ცალკე რომელიღაცის მაერთებელი, არამედ ეს არის ორივე ერთად. ზმნაში იდეაც და მოქმედებაც ერთობა. ეს არის იგივე რუსთაველური სიბრძნეა, რუსთაველური მექანიზმია. და აი ამ მექანიზმით ჩვენ შეგვიძლია ფაქტობრივად ეს გამზირი არის დასავლეთისა თუ რუსთაველმა ამ მემკვიდრეობამ გამაერთიანებელმა, წინად მქცევლმა ამ ორივე ოიკუმენესი არ იმძლავრა. ესენი ჭკლეტები ამ რუსთაველის და რამდენი დაპირისპირება სისხლძრო გვინახავს, ხო, სიმბოლურია ისის, გეგონება თითქოს დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს ჭკლეტები. მაშინ, როდესაც საქართველოს იყო ჩაღემდა იმ სიმბოლომ 1 იანვარს, როცა აქ სუფრა დაიშალა, ის იყო ის რობაქიცისეული იდეა ქართული საკრალური რკინისა, რომელიც ხორცილს უზრუნველყოფს აღმოსავლეთისა და დასავლეთის. ეს არის ზეიმი, ეს არ არის სოფლიო, ეს არის ზეიმი. ეს არის არაძალადობრივი გზა. ჩვენ არა ვართ რუსული სამყაროს, რომელიც არის აზია. აზიას კიდე აზიაში ნორმალური ქვეყნებიცაა. ეს და მაინც ესეთი ჩრდილოეთი მეზობელი ბერგო, რომელიც ისტორიულად არ ყოფილა ჩვენი მეზობელი, მაგრამ ეს არის. შესაბამისად, ამ იმპერიამ ძალიან კარგად იცის რა არის საქართველოს გეოპოლიტიკური წონა, ფასი კარგად აქვს შესწავლილი და ცდილობს რომ ეს თავისი მეტოქე, იმიტომ რომ ეს პრეტენზია აქვს მას, რომ კონდეს აი ეს ფუნქცია დაისაკუთროს.